ადამიანი უნდა სწავლობდეს ლოცვას, თავიდანვე უნდა იცოდეს ქრისტიანმა, რომ ლოცვისადმი წარმართული მიდგომა არ არის სწორი. სახარების მიხედვით, რომ ლოცვისადმი წარმართული მიდგომა არის როცა მიწიერს ვევედრებით. მიწიერის თხოვნა შეიძლება, მაგრამ ლოცვის თავარი мотиваცია სხვა რამეა. ლოცვის თავარი мотиваცია თავად უფალმა განგვიცხადა. გვახსოვს, როცა ეკითხებიან მოციქულები როგორ ვილოცოთ, უფალი ამბობს, რომ წარმართებივით ნუ იქცევით, რომ ბევრს თხოვოთ, რომ ღმერთმა მიწიერი გისრულოთ. ღმერთმა როგორც მამამ ხო ყველაფერი ისედაც იცის. აბა როგორ ვილოცოთ? დაასწავლო მამაო ჩვენო, რომლის პირველი სიტყვა არის უმთავრესი мотиваცია ლოცვის. ეს არის კომუნიკაცია, ღმერთთან პიროვნული კომუნიკაცია მამა-შვილური. ღმერთთან ურთიერთობა შვილის სტატუსით. და სასუფეველი და სამოთხე როგორც თავად ღმერთი. ანუ ღმერთი როგორც სასუფეველი და სამოთხე. სიმონ ახალი ღვთისმეტყველი პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე არის სამოთხე. ანუ სამოთხე და სასუფეველი რაღაცა იზღირებულება კი არა, რომელსაც ვესწრაფი, რომელიც ღმერთმა უნდა მომცეს. რამე თუ ღმერთია თავად სამოთხე, და ქრისტიანისათვის ცალკე სამოთხე, ცალკე სასუფეველი, ცალკე მარადიული სიცოცხლე, ცალკე სიყვარული, ცალკე ბედნიერება არ არსებობს. ყველაფერი ეს არის ღმერთი. აი ეს უნდა იცოდეს ასევე მრევლის წევრმა და ეს ისწავლება ლოცვით.